სამშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ქუთაისის 24 საჯარო სკოლაში გვირილობა აღინიშნა რა ხდებოდა ადგილზე ნახეთ სიუჟეტი. ქუთაისის 24 საჯარო სკოლაში გვირილობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხატვრულ, მუსიკალურ და სახელოვნებო მხარესთან ერთად თანაბრად იყო წარმოდგენილი უშუალოდ სასწავლო პროგრამული ნაწილი და ის მიღწევები, რაც მოსწავლეებს აკადემიური კუთხით აქვთ. ტრადიციად გვექცა წლების მანძილზე ეს დღესასწაული და უფრო და უფრო აქტუალურად ვერთვებით ამ დღესასწაულში. ყველას მოწოდებად ექცა, რომ ეს დღე იყოს ლამაზი, ხალისიანი და რა ვიცი, მე მგონი გვიმრავლოს ქუთაისში ესეთ ლამაზ დღეები ღმერთმა. დაგანახებს სიყვარული თუ როგორი ადვილია ჩემი მოხდა ქუთაისი მაისის მზუსება გაელოცოს ქართული და ქალაქური ღირსება გულს ვარდები აბნევია ვისაც უყვარს მისია დაახლოებით ერთი თვეა ვემზადებით ამ დღისთვის კლასში, სკოლაში, გაკვეთილების შემდეგ შევდით მასწავლებელთან ერთად. ყავდა მასწავლებელი, სპეციალისტი, რომელსაც გვასწავლა ერთი გაკვეთილი და შემდეგ უკვე ჩვენით გავაკეთეთ ყველაფერი. საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან საინტერესო იყო. მართლაც რთული გვეგონა და შედარებით მარტივი აღმოჩნდა. როგორც შემოვიტანეთ ეს პოლიმერული თიხა, იქვე დაინტერესდნენ და ძალიან მოეწონათ. ესე იგი, რო დავამზადეთ, არ ეგონათ რომ ასე მარტივად შეიძლებოდა გაკეთება, ხო და რა ვიცი, უცბად აიტაცეს და სიამოვნებით აკეთებდნენ ერთი სიტყვით. რა თქმა უნდა, საინტერესოა და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვმა ესე რომ შეხედა უკვე, ანუ ნახე შეიძლება სპეციალობაც აირჩიოს, მიხვდით, ხო, უკვე რაღაც დაინტერესება რომ გამოთქვა, შეიძლება მომავალში გამოიყენოს, რა ვიცი, მე მგონი საინტერესო და მნიშვნელოვანია. თავი აღმოაჩინოს სხვადასხვა სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, მათი განვითარებისთვის. და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ რუსუდანს, რომ აძლევს ბავშვებს ამ შესაძლებლობას და ცდილობს მათ ყოველმხრივ განვითარებას. ეს არის ჩვენი სკოლის სტემკუთხე. პირველ იმაში გამოსახულია სკოლის მაკეტი, ჭკვიანი მაკეტი, რომლის დროსაც მაგალითად მანქანა იღება შლაგბაუმი, შედის და აყენებს მანქანას. ეს არის მუსიკალური ინსტრუმენტები. ოდის შემდეგ იკვრება. ოსაც დააჭერთ. გამოსცემს ბგერებს, ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ კოდი, რის შემდეგაც რომელ მუსიკასაც ვეთქვით, დაუკრავს იმას. ეს ჩავთვალ. აი ეს სახალხო გამოჩნდება, როდესაც სიმღერა არის. მასწავლებელმა გამოსცა და მაინტერესა და ჩავეწერე. და პირველი გაკვეთილზე ძალიან დამაინტერესა, როდესაც ახსნეს რა ხდებოდა. და მის მე გავაწვდით, რომ გამეგზელებია ამის გაკეთება. და ფორმალურად შევისწავლე. მადლობა. ეს საინტერესო შეიძლება ინჟინერი გამოვიდე ამის, ელექტროინჟინერი, ეს საინტერესო ესეთ. იმდენად ბევრი საგანი არის დაკავშირებული ერთმანეთთან დისციპლინა, რომ თვითონაც ამ ფადასეც არ იყვნენ ღრმად ჩახედული და ახლა უფრო დაინტერესება წამოვიდა და ტექნოლოგიაზე გადამამის სფერო არის და ამიტომაც რადგანაც ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული STEM პროექტები, ინტერესის სფეროც ფართო არის.
ღონისძიებაში და სასკოლო სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა დაჯილდოებითა და მოდების ჩვენებით დასრულდა. ალბათ უზარმოოდეს ყველამ ეს ქალაქის ზეიმი გვილობა ჩამოიტანა ავტოქარხანაში. მე როგორც ავტოქარხნელი ამაყილა რავითი და მადლობა ყველა სამკარგი ლამაზი ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც 24 წელს მეგონია არ ახსოვს და ეს არის დასაწყისი იმ კარგი საქმის, რომელიც დაწყებულია უკვე ქალბატონოსთან თითქმის 1 წელიწადი არის და მეგონი ყოველ წელიწადსა ყოველ ღონისძიებაზე უკეთესი და უკეთესი იქნება. მადლობა ყველა შემოკარგებო მშობლებს, ბავშვებს, მასწავლებლებს, ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა ამ კარგი ზეიმისათვის. ეს არის კეთილშობილებაზე, სიყვარულზე აგებული დღესასწაული და მე მადლობას ვუხდი 24 სკოლის დირექტორს და მის მთელ გუნდს იმისთვის, რომ ძალიან კარგი ღონისძიება აჩუქეს დღეს ქალაქს და ავტოქარხანას. რაც შეეხება ჩვენ დასახლებას, რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი დასახლება, ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება ყველა საგანმანათლებლო ცენტრი, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი უბანი და ჩვენი ქალაქი. ასე რომ წარმატებები, არ მალობა თქვენ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ქუთაისს. დღევანდელი დღე არსებითად მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებისთვის. ქალაქ ქუთაისის ნომერ 24 სკოლა დღეს გვირილობის ტრადიციულ დღესასწაულს შეხვდა ზეიმით. გარდა ამისა, დღევანდელი დღე ეს იყო ერთგვარი ღია კარის დღე, სტუმრობდა არაერთი სასკოლო საზოგადოების წევრი, თემის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც გაიზიარა ჩვენი სიხარული. ასევე დღეს იყო დღე, როდესაც ერთგვარად შევაჯამეთ წლის მოსავალი ავიღეთ, ასე რომ ვთქვათ და არაერთი ნომერი უჩვენეთ დამსწრე საზოგადოებას, ასევე კლუბებმა აჩვენეს თავიანთი ნამუშევრები, STEM მიმართულება, რობოტიკა, არდუინოს მიმართულებით, იყო გარკვეული საინტერესო ცდები ჩატარდა, სახელოვნებო, საშემსრულებლო ნომრები და ვფიქრობ, რომ საინტერესო დღე გამოვიდა. ვთქვათ, რომ ეს ღონისძიება, რომ ჩატარდა ავტოქარხანაში და სკოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქუთაისი არის მთლიანად არა მარტო ქალაქის ცენტრი, არამედ ყველა მისი უბანი. ამიტომ თუ ყველგან ჩავატარებთ ამას და განვაზოგადებთ და სკოლები ჩაერთვებიან და მცირე ღონისძიებებს გააკეთებენ, სადაც ყველა იგრძნობს ქუთაისობას და მერე ყველანი ერთად შეუერთებით ქალაქის ცენტრს, იქნება ძალიან და საერთოდ ქუთაისობა უნდა იქცეს სახალხო ზეიმად. ამიტომ ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო დღეს, რაც ერთგვარი ინიციატივა შეიძლება გახდეს მომავალი წლებისთვის, სხვა სკოლებმაც აიტაცონ ესა და შეუერთდნენ საყოველთაო ქუთაისლობას. მსგავსი ბავშვების ერთიანობა იქნება ეს თუ ზოგადად საგანმანათლებლო კუთხით სასკოლო საზოგადოების ერთიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეცაც გეტყვით აუცილებელი. ჩვენც როგორც დამსწრე სტუმრები ძალიან დიდი სიამოვნებით და გულისხმობით ვადევნებდით თითოეულ ნაბიჯს ბავშვებისას ყურადღებას და მათი აღტაცება და აღფრთოვანება ისეთი გადამდებია და ისეთი საინტერესო, რომ რაღაცა შვიდად ამის ცქერა არის შეუძლებელი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მასპინძელ სკოლას და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ბავშვებს ასეთი საინტერესო დღისათვის. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა სკოლების აქტიურობის მეშვეობით, გვირილობის, როგორც ქალაქის დღესასწაულის მეტად გავრცობასა და სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, მისთვის გაცილებით მასშტაბური სახის მიცემაზე. თავი პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის ხო ამბებით აგრძელებს ნარკორეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისაგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმეჯერ განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცავებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 მაისი მეან გინეკოლოგების საერთაშორისო დღეა. საქართველოში უამრავი მეანი აღნიშნავს დღევანდელ პროფესიულ დღეს, მაგრამ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია უმაღლესი კატეგორიის მეან გინეკოლოგი, რომელიც რამდენიმე 10 წლეულია ქუთაისში მოღვაწეობს და რამდენიმე 1000 ახალი სიცოცხლე ჰყავს ამ ქვეყნად მოვლენილი. წარმოგიდგენთ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ ზურაბ მურღულიას. საღამოშიდობის ბატონ ზურაბ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოძებნეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. სასიამოვნო არის. ბატონ ზურაბ, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და ძალიან ბევრი ბედნიერი და ჯანმრთელი ახალშობილი მოგევლინოთ კიდე ამ ქვეყანაზე. ეს დღე სხვათა შორის. თქვენ შემახსენეთ ახლა მე დღეს რომ დამირეკეთ და ძალიანაც გამიხარდა. იმიტომ რომ რო გადავხედე შემდეგ ამ დღის დაწესების ისტორიას მიმოვიკითხე სხვათა შორის ჩემთან მეან გინეკოლოგებთან არც ერთმა არ იცოდა. რატომღაც ძალიან არ არის აფიშირებული ეს დღე და ძალიან გამიკვირდა მეც რომ სხვასაც ვკითხე და არავინ არ იცოდა თუ ეს დღე იყო მეან გინეკოლოგების. შემდეგ გადავხედე ისტორიას და 1997 წელს მეან გინეკოლოგთა კონფერენციაზე დასმულა ეს საკითხი. და აი 5 წელი დაჭირდა შემდეგ რომ 92 წელს ოფიციალურად მეანების დღე გამოეცხადებინათ. აწი იმედი მაქვს ბატონო ზურაბ, რომ თქვენ ყოველ 5 მაისს თქვენ კოლეგებს შეახსენებთ. მე ისი ჩეთავაზე, ჩვენებს რომ უნდა აღვნიშნოთ უკვე თუ არ დაგვიძახებ ჩვენ მაინც აღვნიშნოთ ეს დღე. იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მასიათ. აი ახლა დაახლოებით 50 ქვეყანა ოფიციალურად კი ბატონო, საერთაშორისო დღეა. და ეს დღე დაწესდა იმიტომ, რომ ამ მიზანი მეან გინეკოლოგების პროფესიული დღის დაწესებისა გახდათ ის, რომ ინფორმირებული ყოფილიყო მოსახლეობა, მაგრამ ჩვენთან ქუთაისში თურმე თქვენი კოლეგებიც უნდა იყვნენ ინფორმირებული დღევანდელი დღის შესახებ. მაგრამ ფაქტი ასე არის. აი რამდენად არის ბატონო ზურაბ დამოკიდებული დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა მეან გინეკოლოგზე? აი თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ახალ სიცოცხლეს ეხმარებით ამ ქვეყნად მოვლენაში. რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა? ფართო გაგებით არის გინეკოლოგია სიტყვა. ეს არის მოძღვრება ქალის შესახებ. ის მე ასე იყოფა ორ ნაწილად გინეკოლოგია, ეს რომელიც არის ქალის ფიზიოლოგი და პათოლოგიის შემსწავლელი. მეანობა ეს არის უშუალოდ ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის მართვის ხელოვნება. ერთისა და მეორეც განუყოფელი ნაწილია, მაგრამ საფუძველი და მეანობის დასაწყისი იწყება მაშინ, როდესაც დაიწყო გამრავლება. ხალხმა დაიწყო გამრავლება. და სიტყვაც მეანობა მოდის მეანიდან. მეანიდან. ჩვენ ეგრე წელთაღრიცხვამდე ძალიან შორს კიდევ იყო ბებიაქალი. კი ბატონო. ბებიაქალი შემდეგ გარდაიქმნა. იმათ დღესაც ასე არის ხო ბებიაქალი. მაგრამ მეანი ეს იმიტომ რომ მეანები უფრო დაერქვა ექიმებს ვიდრე ბებიაქალებს. გასაგებია. თორემ ბებიაქალებს ქვიოდა პირველად მეანი. სხვათა შორის სულხან-საბარ ორბელიანის ლექსიკონში არის მეანი განმარტება არის ყრმათა მიმღები. აჰა. ხო, ახლა არა იქ დედროვითი მამრობით საუბარი, ყრმათა მიმღები. აი როდის იყო ეს ხსენებული ჯერ კიდევ ეს სიტყვა და ჩვენი გადაცემა მე მგონი უფრო იმას უნდა მიეძღვნას, რომ ინფორმაცია დიახ საზოგადოებისათვის თუ რამდენად საჭიროა კარგი მეანი, დიახ რომელზედაც არის დამოკიდებული ორსულობის მართვა, შემდგომ მშობიარობის მართვა და ლოგინობის მართვა. ეხლა ზოგს გონია რომ ლოგინობის მართვა ეს რა მარტივი საქმეა. არა და უმეტესი ქართულებები მოძებს სწორედ მშობიარობის შემდგომ ეტაპს, სადაც არის ძალიან სიფრთხილე
საჭირო. ბატონო ზურაბ, თქვენ რამდენი წელიწადია რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ? ქუთაისში ჩამოვედი 84 წელი, 51 წელი გამოდის უკვე რაც ამ სფეროში. და დათვლილი თუ გაქვთ რამდენი მელოგინე ყავდათ და რამდენი ბავშვი მოევლინა თქვენი იმიტომ რომ ერთ საქმესთან დაკავშირებით ჭირდებოდა და გადავთვალე სხვადასხვის სად იყო კომპიუტერი მაშინ და მე მაგ ჩემი ჩანაწერები და ჩემი ჟურნალი სადაც სახელი და გვარით ყველა და სად ცხოვრობს მათი მისამართები მიწერია და დაახლოებით გამოვიდა 20000 ოპერაცია და 15000 მშობიარობა. ამ მშობიარობებში იგულისხმება ნაწილი, რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთებისა. და ამ 15000 ბავშვიდან, რომლებიც დღეს ზოგი ბავშვია, ზოგი დიდია, იციან რომ ამ 5000 მოავლინეთ? 5000 მონაცვლი მეყოლება. მართლა? კი. და ამ ნათლობასთან დაკავშირებით, მამა ჩემი მიანგინეკოლოგი იყო ცნობილი და პატარა რომ იყავე მაშინ კომუნისტური წყობის დროს ეს ნათლობა ასეთი რამეები ხო იყო აკრძალული და მამა ჩემი ვინც თხოვდა მაშინვე მე მეტყოდა აბა შენ წაყევი ახლა და შენ მონათლე და იმდენი ბავშვები მყავს მონათლული ზოგიერთი რომ მე კი მოდიან ახლა ეს მე არ მახსოვს ისინი რა თქმა უნდა და ნათლია ხარ ჩემი და რა თქმა უნდა სიამოვნებს ეს ყოველივე მე მინდა ერთი თქვა რომ ძალიან დიდი არ არის მიღებული იყო რომ მიანობა განსაკუთრებით რა თქმა უნდა გინეკოლოგიას თავის სირთულეები აქვს და მაგრამ ოპერაციული ჩარევაა და ეს მიანობა უფრო არის ფიზიოლოგიური. კი ბატონო, მე მინდოდა თქვენთვის დამესვა შეკითხვა. ამ ბოლო დროს რაღაც ტრენდული მოდური გახდა საკეისრო კვეთით ბავშვის გაჩენა, ან სპინალური ანესთეზიით ბავშვის გაჩენა. თქვენ თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ და რა თქმა უნდა შეგიძლიათ, რომელი უფრო სასარგებლოა ბუნებრივი მშობიარობის გზით ბავშვის დაბადება დედისთვის, ბავშვისთვის თუ რატომ გახდა ეს თქვათ საკეისრო კვეთები მნიშვნელოვანი და მოდური და რა ზიანი მოაქვს ამ საკეისრო კვეთას თუ ჩვენება არ არის? რა თქმა უნდა, მე ახლა გეტყვი, თქვენ მე ქუთაისში ჩამოვედი 83 წელს. დიახ. 1983 წელს. და მაშინ საკეისრო კვეთების ჩვენება და პროცენტული მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1-3%. დღეს მაგალითად მანდილოსანს სუბთა უკვე წლოვანი არის, მოსული არის, ხო? გასასინჯად. ყველა მესამე ნაკეისრალია. რატომღაც მიღებულია რომ საკეისრო კვეთა უნებელია დედისთვის და ბავშვისთვის. ეს არის ძალიან მცდარი წარმოდგენა. იმიტომ რომ ფიზიოლოგიური ბავშვი ყოველთვის ჯობია საკეისროს ბავშვს. ეს დადგენილია მეცნიერულად ის დაბრკოლება რაც უნდა გაიაროს ბავშვმა მშობიარობის დროს აუცილებელია და არა მზამზარეულად აგერ მუცლიდან პირდაპირ ამოყვანა ეს ერთი ბავშვისთვის არის იდეალური. შემდგომ ქალისთვისაც არის იდეალური. ბატონო ზურაბ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის გამონათქვამი რომ მშობიარობის შემდეგ დედა ახალგაზრდავდება? რა თქმა უნდა ასეა. ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს არის გაგრძელება ბუნებრივი აქტისა. და ჩვენ ვაკეთებთ რას ახლა და ხდება ასე. მიდის ფიზიოლოგიური აქტი, რომელიც იწყება ორსულობის პერიოდიდან და გარკვეულ ეტაპზე წყვეტთ მას მექანიკურად საკეისრო კვეთის ამოყვანით. მექანიკურად წყვეტ. ამიტომ ის ფიზიოლოგიური გარდაქმნები ყველანაირად მოკლედ ასე არის რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა არის საუკეთესო გამოსავალი. რა თქმა უნდა არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია საკეისრო კვეთა, ამასაც თავის ჩვენება აქვს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანის სურვილზე დამოკიდებული. მით უმეტეს რომ თქვენ ახსენეთ ახლა გაუტყივარება. უწინ არ იყო და დღესდღეობით არის საშუალება იმდენი სხვადასხვა მედიკამენტებისა პერიდურალური გაუტყივარება, რომ დედამ ნაკლებად შეიგრძნოს. თუმცა ახლა პატარა ტკივილი მშობიარობას უნდა ახლდეს კიდეც, არა ის სიხარული და ყველაფერი შემდგომ პერიოდში რომ განიცადოს დედამ. და ამიტომ და ეს მოდური გახდა აი გითხარით 83 წლიდან. მაშინ რაღაც ტენდენცია წამოვიდა, რომ
ეს ბავშვი ყოველთვის აჯობებდა. და რით აჯობებს საკეის როკვეთით გადაბადებული ბავშვი ბუნებრივი ბუნებრივი როგორც გითხარით ის დაბრკოლებები ბავშვმა უნდა გაიაროს რაც ხდება ამის ანადროს და ოღონდ საჭირო არის თუ კი ჩვენება იქნება კი ბატონო მაშინ საკეის როკვეთა მაგრამ 1 და 2% რო გითხარით მაშინ როგორ ხდებოდა ეს ხო არ გონია თქვენ რომ ამან შეამცირა სიკვდილიანობა ბავშვების არა დედის სიკვდილიანობას შეიძლება შეამცირა შედარებით აი ხო გაგიგიათ რომ მშობიარობას გადაყვა ქალი კი ბატონო გამოთქმაც ხონდა ჩვენებს რომ მშობიარობის დროს ცალი ფეხი ქალს სამარეში აქვს რამდენად რეალურია ეს საფრთხეები რა საფრთხეები ახლავს თქვათ ფეხმძიმობას მშობიარობას შემდგომ გართულებებს დღესდღეობით იმდენ დიაგნოსტიკური საშუალებები არის რომ კანონი და სამართალით ფიზიოლოგიურად ნორმალურად წაყვანილი ორსულობა უნდა დამთავრდეს ფიზიოლოგიურად. არის გამონაკლისები ეხლა რაც მოუნა ძალიან დიდი ნაყოფი თუა ან მანდილოსანი არის პატარა ძალიან და არ შეესაბამება ნაყოფის წონა იმ მენჯის შესასვლელს და მენჯის ფორმას რომ დაიბადოს ბავშვი ტრამვის გარეშე. და ამიტომ მკაცრად თუ იქნება ეს გაკონტროლებული, მაშინ საკეისრო ცოტა იქნება და ბავშვებიც ფიზიოლოგიურად უფრო მეტი დაიბადებიან. განსაკუთრებით ჩვენი ერისათვის არის ეს მტკივნეული. კი ბატონო, მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა, შემცირდა თუ არა შობადობა? ძალიან შემცირებულია, ნუ ახლა ამას მიზეზები ბევრი აქვს. მე ახლა მიგრაცია, ცხოვრების დონე, მაგრამ მე შევეხები ერთს. შობიარობის და გამრავლების ერთ-ერთი შემცირების ძირითადი მიზეზი მე მიმაჩნია საკეისრო კვეთაც. ძალიან იშვიათია რომ ორი საკეისროს მერე თუ დიდი არ ჩაატარე აგიტაცია რომ ეს ცუდი იქნება შენთვის ეს ყველა ცდილობს გადაკვანძვა გაიკეთოს სტერილიზაცია. ძალიან ხშირია ასეთ შემთხვევები, როცა თავს არიდები მოსალოდნელ ფეხბურთელს. ნუ მესამეზე მე მაგალითად ჩემია ამ 40 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში 4 ჯერ მაქვს გაკეთებული მე-5 საკეისრო კვეთა, 5 ჯერ. მაგრამ ეს თვითონ კალები იყო ამაზე მოწადინებული და ზოგს რაღაც შემთხვევა ისეთი ან ბავშვი არ ვარგავდა რაღაცა იყო ისეთი 5. 3 საკეისროებიც საკმაოდ ბევრია, 4 ცოტა არის და მეორე საკეისროს თითქმის არა და პირველი საკეისროს შემდგომ თუ კი ის სამედიცინო ჩვენებით არ არის გაკეთებული, ქალმა უნდა იმშობიაროს. ამაზე ექიმებიც მოწადინებულია, მაგრამ ის პირველი საკეისრო შემდეგ რო ნახა რომ არაფერი არ გაუგია, უნდა რომ გაიგეთოს საკეისრო. ეხლა ბატონო ზურაბ, მაყურებელი ქალბატონების რეპლიკას წაგაშველებთ, ალბათ ხედან გვიყურებენ და ამბობენ თქვენ ხომ არ იცით ეს რა დიდი ტკივილია, თქვენ პირადად როგორც მამაკაც ხო არ გამოგიცდიათ? მოვისმინეთ, სუფრაზე როცა ვარ, ყოველთვის ვარ დედის სადღეგრძელოს განსაკუთრებულად ეს მამაჩემიდან ვიცოდი ასე და იმიტომ რომ რა თქმა უნდა ნორმალური ქალი ტკივილი რო არ განიცადოს ამიტომაც აშვილებს დედა უფრო რო უყვართ და სულ არ მიგვირს ეს ამბავი მე უნდა უყვარდეთ მამაკაცმა შეიძლება ახლა სადღეგრძელოსავედ გამომიდის მამაკაცმა შეიძლება მთელი ცხოვრება ესე ჩაამთავროს რომ ტკივილი არ კონდეს თუმცა მამაკაცებსაც თავის ბევრი პრობლემები აქვს მაგრამ ქალი ისე ვერ დაამთავრებს ცხოვრებას რომ ის ტკბილი არ განიცა ამას ქვია ტკბილი ალბათ ნოზურა 200 თუ ავწდები 40-მდე ძვლის ერთბაშად გადატეხვის ტოლფასია ის ტკბილი რაც შობიარობის დროს ქალს აქვს ხო გეუბნებით ეხლა არის საშუალება მაგისი ბევრი საშუალება არის რომ ისე ჩაამთავროს ეს პროცესი ქუთაისში რამდენად არის ვთქვათ არსებობს თუ არა ისეთი დაწესებულებები, სადაც ქალს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცეს მშობიარობის დროს, სუნთქვითი ვარჯიშები. მშობელთა სკოლა ასეთი არსებობს. ჩვენთან არის, ჩვენ კლინიკაში და საერთოდ ჩვენ კლინიკაში მოდის ყველა გართულებული შემთხვევა. სხვა კლინიკებში, როგორც მესამე დონე არის ჩვენი და ამიტომ ყველა გართულებული მოდის ჩვენთან. ორსულები ჩვენთან ძალიან ბევრი
მოდის. სამწუხარო ფაქტები ძალიან ხშირი გახდა ჩვენ ქალაქში და არა მარტო ჩვენ ქალაქში, როდესაც მშობიარობისას იღუპებიან. ეხლა ვიცი მე ასეთი შემთხვევები რამოდენიმე ყოველ შემთხვევაში ჩვენს კლინიკაში მე არ მახსოვს მშობიარე დაღუპულიყო ეს. ჩვენი კლინიკა რაც ჩვენ გავერთიანდით ეხლა და დედათა და ბავშვთა და ჩვენი კლინიკა ერთად არის 20 წელი უკვე გასული. და მშობიარობაში ქალის დაღუპვა ჩვენ კლინიკაში არ ყოფილა. იმიტომ რომ არის ყველაფერი. მობილიზებული არის, რეანიმაცია არის, ბავშვთა რეანიმაციაც არის, ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბევრ დაწესებულებაში მიანობა ძალიან კარგ დონეზეა დაგანებული, მაგრამ ბავშვთა განყოფილებები არ არის. ბავშვთა რეანიმაცია ჩვილი ბავშვების გაზრდისათვისა და ამიტომ ნაკლებად, ამიტომ პროპაგანდასაც უწევ ჩვენ კლინიკას. თუმცა ყველგან კარგები არიან და ეს ეხლა მიანი იყო ასეთი მიანი არ არის დიდი ხნის გარდაცვლილი. როდესაც მე ჩაჩავას კლინიკაში ვმუშაობდი, ორდინატურად იქ დავამთავრე, იქ იყო სუფთა მიანობა და ძალიან დიდ მიანებთან მქონია შეხება, აი კოტე ჩაჩავა ყველას გაუგია. გურამ გოცაძე, პარიკო კინტრაია, ეს შედარებით თანამედროვე მიანები და იქ ფაქტიურად შეიძლება ყოფილიყო წელიწადში 12-14 საკეის რო კვეთა წელიწადში, რომელიც ეხლა ქუთაისში დაახლოებით თვეში კეთდება ალბათ 30 მაინც. აი, რამდენად მკაცრი ხართ იმ დროს, როდესაც ქალი მშობიარობს და ტკივილების გამო ყვირი, ზოგიერთი, ესე ვთქვათ, კონტროლს კარგავს თავის თავზე. თქვენ როგორი ხართ ამ დროს? როგორც ამბობენ თბილი, მე საერთოდ არ მიყვარს ყვირილი და მით უმეტეს მშობიარეზე. ვიცი რომ რასაც განიცდიან ისინი, მაგრამ ამას უნდა მომზადება. ორსულობის პერიოდში. მიანმა ყველაფერი უნდა აუხსნას მას. როდის ექნება ძლიერი ტკივილი შედარებით, როდის ექნება ნაკლები, ამიტომ ორსულობის მართვა ნორმალურად ეს არის 90% კარგად დამთავრებული მშობიარობისა. კეთილი, დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ, რომ 20,000 ოპერაცია გაქვთ გაკეთებული. ამ ოპერაციებში შედის თუ არა ლაპარასკოპიული ოპერაციებიც, რა დადებითი აქვს თქვათ ლაპარასკოპიული ოპერაციებით მკურნალობას, რამდენად სანდოა და ძირითადად რას უჩივიან თქვათ ქართველი ქალები და უფრო მეტწილად რა სახის და რა ტიპის ოპერაციების კეთება გიწევთ ხოლმე? თქვენ ახლა კარგად იცით რომ ძალიან მომრავლებულია არ იყო უწინასე ეს საშვილოსნოს ფიბრომები. ეხლა ზუსტად ამის მიზეზი, უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ მაგის დადგენილი არ არის, მაგრამ ძალიან მომრავლებულია და რაც შეეხება ლაპარატომიულ თუ ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, ამას თავიანთი ჩვენება აქვს. ახლა როდესაც სიმსივნე ჩვენთან ხო ასე ხდება. მე ვიყავი უელსში 92 წელს, 4 თვე ვიყავი იქ. მე იქ არ ვინახავს ოპერაცია გაკეთებულიყო ეს. აი დაახლოებით 3 თვეზე დიდი საშვილოსნო ყოფილიყო ეს. ჩემთან ეხლა მე რომ ცოდოდა ეს თემაც იქნებოდა წამოვიღებ 8 თვის ორსულობის სიმსივნე, დაახლოებით 7 კილოგრამის გაუკეთე. ქალს რომელსაც არც იცოდა ეს რო ქონდა. დავიბენი, ქალი იყო 8 თვის ორსული და არ იყო ორსული, სიდიდის ფიბრომა ქონდა. სიდიდის ფიბრომა 6 კილო იყო ეს. ასეთი რამები საზოგადოებრივ არ ხდება. პროფილაქტიკა. ხო, აი ამას გაუშვათ ხაზი. იმიტომ რომ იქ რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივიდეს ქალი პროფილაქტიკის მიზნით? წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს. გინდა მკერდზე. აღმოაჩენენ იმ დროს უკვე რომ გართულებულია მასთან ბრძოლა. შეთხოვა და ჩვენთან არ არის ჯერ ეხლა ალბათ ეს ცხოვრების დონეც და ყველაფერი გავლენას ახდენს,
თუმცა ეხლა მედიცინაში იმდენი რამე ფინანსდება, არ დამესიზრებოდა ეს როდისმე ასე ყოფილიყო ეს, მაგრამ მაინც არის ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. აი მინდოდა მეკითხა და კარგია რომ გამახსენეთ, რამდენად არის თქვათ შობადობის შემცირება იმის ბრალი რომ თქვათ ქალს არ აქვს საშუალება და ვერ მშობიარობს. ფინანსდება თუ არა მშობიარობა და ლოგინობა? სრულად. ეხლა გარკვეული ნაწილი არ ფინანსდებოდა და იქ ექიმის თანხაც იყო რაღაც მიზერული 9 თვე ატარებდა კონსულტაციის ექიმი და 55 ლარი ეწერებოდა, მაგრამ უკვე 5 წელიწადია ფაქ მელოგინე ჩვენთან ორსულს ოღონდ რაღაც არის პატარა ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს და მშობიარობა საკეისრო კვეთა თუ კი ეს ჩვენებითაა საკეისრო გაკეთებული 5 თეთრაც არ იხდის. ახლა ზოგი თავს იკაებს იმიტომ კი არა რომ იქ უნდა დახარჯოს კლინიკაში ფული. შემდგომი ეტაპისათვის გაზდარო უნდა და ხო, ბევრი რამე ჭირდება ბავშვს. რა თქმა უნდა, ბევრი რამე ჭირდება, მაგრამ ჩვენთვის ახლა მე ძალიან ტკინეულია ის საკეისროები რო გითხარით. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ერის გამრავლების შემცირებაში სწორედ ამ საკეისრო კვეთას. და ჩვენ დღეს მიანობაზე სალაპარაკოთ ვართ მოსული და საუბედუროთ ამ საკეისრო კვეთამ გარდა იმისა რომ შემცირდა შობადობა ისიც სიცუდე გააკეთა რომ მიანები სუბთა სახით მიანი როგორც იყო ძალიან ცოტა არის. მე მახსოვს პერიოდი ქუთაისში ძალიან კარგი მიანები იყვნენ. მიანი რეგიონები რაც ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ორსულობასთან, მშობიარობასთან, ამ პროცესთან და ეხლა ეს საკეისრო იმდენად გამარტივებული არის, რომ ექიმიც ჭოჭმინოს საკეისრო გააკეთოს თუ მშობიარობაზე წავიდეს. ექიმისთვის რომელი უფრო მარტივია? საკეისრო. დღეს საკეისრო, რატომ ეხლა ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში საკეისრო 5 საკეისროდან ერთი რთულდებოდა. თუ სხვა მეთოდით კეთდებოდა, მაშინ საკერავი მასალა იქ მზადდებოდა კლინიკაში და საკეისროს გართულება ეს არის საშვილოსნოს დაკარგვა 99.9%-ში. და მაშინ შიშიც იყო ამისი. ტექნიკურად მაშინაც ადვილი იყო. ეხლაც ადვილია, ყველაზე მარტივია ეს ოპერაცია გასაკეთებლად, მაგრამ დღეს ისეთი ტექნიკით კეთდება იქვე და განაკვეთი ქვია მაგას და მასალა არსებობს ისეთი თქვენ რო მითხარით კეთგუტი მზადდებოდა სამანტყოფოში. არ იყო იქ ისეთი სტერილიზაცია და ეხლა ვიკრილი მე ყოველთვის ვამბობ რომ მიანობაში გარდატეხა შემოიტანა ორ რამე სიკვდილობა რო აღარ არის. ეს არის საკეისრო კვეთის ახალი მეთოდით ანუ ახალი 20 წელიწადია 25 წელიწადია უკვე შემოსულია ქვედა სეგმენტი და საკერავმა მასალამ სტერილიზაციამ და სისუფთავემ რაც არ იყო თავის დროზე უწინასე დაცული მაგრამ ჩვენთვის მეტად ტკივნეული იმიტომ არის რომ ერი რო გამრავლდეს ერის გამრავლებისათვის მინიმუმ 3 ბავშვი ორმა ადამიანმა 3 მაინც უნდა გააჩინოს 3 შვილი 2 ქალი და მამაკაცი 2 სულ გააჩეს 2 იყვენ და ამიტომ მესამე თუ გინდა მატება ეს რო სტაბილურად ყველა 3 თუ ეყოლება რომ სტაბილური იყოს გასაგები მომატება იწყება 4 და შემდგომ აჰა 4 და შემდგომ ჩვენებს მაშინ დაეტყობა რომ გამრავლება მიდის სწორად და ჭკვიანურად ბატონო ზურაბ, აი ის ძველი პერიოდი მინდა გაგახსენოთ, როდესაც ძალიან ხშირად არ იყო შუქი, არ იყო ტრანსპორტი, არ შოვებოდა ბენზინი, იპარავდნენ ავტომობილებს. იმ პერიოდში რამდენად ადვილი იყო თქვენთვის, მიან გინეკოლოგისთვის მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის პროფესია, რომელიც შუაღამეზე გაღვიძება, ავადმყოფოში წასვლას, გულისხმობს, უარს ვერ ეტყვი მშობიარეს. ეს მინდა გაიხსენოთ.
დიდი კალი გასახსენებელი მაგ პერიოდი არ არის, მაგრამ ეს მარტო მიან გინეკოლოგებს არ განუცდია ის პერიოდი 90-იანი წლები გახსოვთ ჩვენი ის წლები რომ იყო შუქი ბატარეები ყველას ჰქონდა. თუ გახსოვთ ისეთ შემთხვევა რომ აი თქვა შეხვედით ოპერაციას და შუქი წავიდა. როგორ არა და ბატარეა ჰქონდა ყოველთვის მაშინ. და ვიღაცა დაგიკაებდა და ბატარეა რა გზა იყო? მაშინ მარტო ჩვენ არ ვიყავით გაჭირებული, ინტერიერი იყო გაჭირებული და ამიტომ იძულებული ვიყავით ყველას გვემუშავა და კეთის ინტენსიერადაც მუშაობდნენ. საერთოდ ექიმების მიმართ არ მომწონს მე ზედმეტი არც ქება ვარგა ზედმეტი და არც ძაგება ვარგა. განსაკუთრებით მე მიანებზე მაქვს საუბარი. მიანობა არის ნებისმიერ დარგში ოპერაციას რომ აკეთებ. 5 წუთში ადამიანი არ დაგეღუპება. აი მუცელი გახსნი და ოპერაციას აკეთებ, ხო? იქ მოხდა რაღაც სისწრაფე გაიქცა, გამოიქცა, ხო? ნუ ნორმალური ხირურგი თუ არის, ამას მაინც შეაჩერებს. და მიანობაში ისეთი რამეებია მოსალოდნელი, სადაც წუთები და წამები წვეთს ყველაფერს. გაგონილი გექნებათ ახლა იციან ატონიური სისხლისდენა ქვია მაგას. ატონიური, როდესაც საშილოსნოს საერთოდ ვერ იკუმშება. როგორც იმ შობიარეს ბავშვთა, იქ არის წუთების საქმე. და ეს ვერ უმეტესობა ქალები ამით იღუპებოდა მაშინ. რომ ვერ ესწრებოდა ეს ოპერაციის დაწყება. ეხლა როდესაც ჩვენთან მაგალითად 5 წუთში შეიძლება ოპერაციის ორგანიზება. ანუ იმდენად მობილიზებულია? მობილიზებული და სისხლის პრობლემა არ არის კიდე, რაც არ უნდა შემცვლელი არსებობდეს სისხლის, რაც არ უნდა გამოიგონონ, რაც არ უნდა ქნან, მაინც სისხლია გადამწყვეტი. ჩვენი პროფესია დაკავშირებულია სისხლთან. მიანობა განსაკუთრებით გინეკოლოგია ნაკლებად. გინეკოლოგია ეს იგივე ხირურგია, უგონა ქალთა ხირურგია. ქალის სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული ხირურგია. ბატონო ზურაბ, რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი პროფესია? მე ალბათ 10 ჯერ დავიბადო კიდე დამატებულიყავი, სულ ეს ვიქნებოდი. მიან გინეკოლოგი. ჯერეთი ტრადიციულად მოდის ჩემი ოჯახიდან ექიმები და თავიდან ასე მიყვარდა. არა და მამაჩემს უნდოდა ტრამვატოლოგი გამხდარიყავი. ტრამვატოლოგი. და დავიწყე მაგაში. მაშინ ახალი შემოსული იყო, აი დღეს ორთოპედია როა ეს ხუდუშაური იყო, ჯერ კიდე მამამთავარი ამ საქმის, ხელონ პროტეზები და ესენი. დავიწყე იქ მუშაობა, მაგრამ მესამე მორიგეობაზე ნაავარიები პაციენტი მოიყვანე და იმას რო შევხედე, უთხარი მამაჩემს, რატო არ გინდა შენ პროფესიაში რო წამოვიდე? მე უთხარი, არა, მაინც მინდა და ვერასოდეს ვერც პედიატრი გავხდებოდი, ისე მოქმედებს ჩემზე ბავშვის ტკივილი და ბავშვი და საერთოდ პედიატრების განსაკუთრებული ხათრი მაქვს ყოველთვის და დაფასება, იმიტომ რომ დიდ ადამიანს დიაგნოზის 50% ისმება საუბრით. ამას ქვია ანამნეზის შეკრება. დიდ ადამიანს, ხო? ანუ როგორც ძველები იყვნენ, ექიმმა ჯერ ენით უნდა მოგვარჩინოს. ხო, ენით მოარჩინოს და ეს საუბროს და ბევრი ინფორმაცია მიიღოს. დღესაც კი ამდენი ტექნოლოგია არის, ხო, ამდენი ეხოსკოპები და კატე, მატე და რეები არ კეთდება, ხო? მაგრამ გამოკითხვა არის მთავარი და ახალშობილისა თუ გინდა გაზის და 4 და 5 წლის ბავშვიდან რას გაიგებ, ამიტომ განსაკუთრებულად და არ მგონია ისე დაფასებული იყო პედიატრები, როგორც საჭირო არის. კი, მგონია. ბატონო ზურაბ, ერთი ცოტა უხერხული შეკითხვა მაქვს, შეიძლება თქვენ არ გინდათ ამაზე საუბარი, მაგრამ საინტერესოა, თქვენ თუ ესწრებოდით თქვენი შვილების დაბადებას? არა. და ვერ დავესწრები. სანამ ამ მენტალიტეტის ვიქნები, როგორც ავარო, ქალი ქალია და კაცი კაცია, მე ვერასოდეს ვერ ვიზავ. ჩემი და მშობიარო და მამაჩემი მთავარი ექიმი იყო. მე განყოფილების გამგე ვიყავი პირველ სამშობიაროში, აი ქალაქის ცენტრში. და ძალიან გაუჭირდა ჩემ დას მშობიარობა. მეორე სართულზე იყო სამშობიარო ბლოკი და ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით. ვერავედით ზევით ძალიან გაგრძელდა ესა. ვერც ერთი და ვერც მეორე. და მე მაგალითად ჩემი მენტალიტეტის კაცისათვის წარმოუდგენლად მიმაჩნია მეუღლის. გინდა შვილის
ანუ შესაბამისად იმ ტენდენციას, იმ არა, მე მაგას ვითომ ასეთია ნათქვამი, რომ კაცი რო დაადგება თავზე, ის უფრო განიცდის სამალბას და უფრო შეუყვარდება მეუღლეო და მე არა მგონია მაგი მშობიარობასთან იყოს დაკავშირებული. ძალიან ბევრი მამა მინახავს, რომელმაც აღიარა, რომ ჯობდა არ დასწრებოდა ამ პროცესს. კი. მე ასე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არ უშლით. ქუთაისში თუ გამოთქვამეს სურვილს დაესწრონ მეუღლების ოპერაციებს მშობიარობას. კი ბატონო. გულწასული მამები თუ გინახავთ? კი, მასე, ესენიც ვინახავს განსაკუთრებით ბოლო მომენტში. მშობიარობის ბოლო აქტი, როდესაც არის, მაშინ მასეთებიც მინახავს და მაგ არის ადამიანის სურვილზე და მის თვითონ როგორც გადაწყვიტავს, არა პრობლემა. თქვენ გაქვთ ოჯახური ტრადიცია და თქვენმა შვილებმა თუ აირჩიეს და თუ აგრძელებენ თქვენი ოჯახის ტრადიციას. გოგონა უფროსი მყავს, მუშაობს თბილისში გერმანულ ქართულ კლინიკაში ხელოვნურ განაყოფიერებებზე და საკმაოდ წარმატებული ექიმი არის. უნდოდა ჩემ დარგში წამოსვლა, მაგრამ მე წავედი წინააღმდეგი. რატო? ძალიან კარგი ხელი ჰქონდა ოპერაციებსაც აკეთებდა სტუდენტობის პერიოდში ჩემთან, მაგრამ მე უთხარი ასე რომ მამა, თუ ქალი გინდა, იყოე მეანობა შენი საქმე არ არის. და რა წინააღმდეგობაში მოდის ქალთან? წინააღმდეგობა მოდის იმასთან, რომ რასაც კაცი გადაიტანს. მე 10 წელიწადია დაახლოებით ღამე თუ ექიმი არ მიძახის მეანობას ნელა ვცილდები, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ფიზიოლოგია გქონდა დარღვეული ცხოვრების. იყო დღეები კვირაში 5 დღე და გაეს ჯანმრთელობაზე წახდენს, ხო გავლენას. და ამის გამო მეანობა. ნუ გინეკოლოგიას თავი არ დამინებები და ამიტომ ურჩიე. სხვათა შორის დამიჯერა, მე ახლა ხომ უყურებ ჩემთან ქალები. არა და მიანი მაინც ქალი თუ არის კარი ჭკვიანი ექიმი ჩემ შვილს მაგალითად სამშობიაროდ ხალს მიუყვან თუ კარგი ექიმია ვიდრე მამაკაცს. რატომ? ქალი უფრო ნაზია და იმიტომ და ასე მგონია უფრო ისე თბილად მოიყვება როგორაც მამაკაცი ვერ მოიყვება. აი მე პირიქით გამიგონია რომ მამაკაცები უფრო გამბედავები არიან, როდესაც რაიმე კრიტიკული მომენტი დგება მშობიარობის დროს. მე ხო თქვი ახლა რომ ქალ მიან ცოტა არიან, ოღონდ იცოდე ჩეჩამოსათველი. ჭკვიანი მიანი ქალი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება. დახმარება ყველა შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ მას ქალი არ მოუკვდება. არ მოუკვდება თუ ის მარტო ის საგეისრო კვეთაკი არ წყვეტს ყველაფერს. თუ კი კარგი მიანი არის ქალი, რაც იშვიათია და ძალიან დიდ ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მამაკაცებიც საჭიროა. ბატონო ზურაბ, ვიდრე დაგემშვიდობებით. ბიჭი არ წავიყვანე. ბიჭი არ გინდა მე ვთქარ, რატომ იცი? ცოტა ექიმის პროფესიაც გაუფასურებულია. გაუფასურდა. მე მახსოვს პერიოდები ექიმს რო იყო და ადამიანი დამთარ მისთვის ყველგან ყველაფერი გზახსნილი იყო. დღეს უფრო სხვაგვარია და ბიჭს არ ურჩიეთ და დაამთავრა ის ბენდუკიცისა და ახლა როგორ ბიზნესი და სხვა რაღაცებში არის, მაგრამ არ ურჩიე. ძალიანაც მინდოდა გვარის გაგრძელება ვაჟიდან, თან მამაჩემის სახელი ქვია, მაგრამ მე მგონი არ შემცარვარ და გოგონა ზუსტად იმ საქმეზე არის, რაც მას ძალიან უყვარს. ვიდრე დაგემშვიდობებით კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, თუ გახსოვთ თქვენი პირველი როგორც ექიმიანის დღე. როგორი იყო ის პირველი? აი მე მაგალითად ვიცი რომ ერთი ძალიან ცნობილი ექიმი ქალბატონი, რომელსაც დღეს უამრავი პაციენტი ყავს, პირველი საკეისრო კვეთის დროს ექიმი გაიშხლარდა. ასეთი შემთხვევა მქონდა პირველ წელს ვერ მოხვდის იყო კომუნისტების დროს, ეს არის 70 წელი, 1970 და სტაჟი უნდა ქონოდა. ასეთი იყო მაშინ და მამაჩემა არ გამოფორმა რა სიტყვიანო, მებუხრეთ უნდა გავფორმებულიყავი სამშობიარო სახლში, რომ სტაჟი მქონოდა. და იმ წელს სტაჟი არ ქონდა რო ჩავაბარე და დავჭი ინსტიტუტის გარეს. მერე კოტე ჩაჩავა მცხონებულმა
მამაჩემს უთხრა ჩვენთან ჩამოვიდესო და ვიყავი ჟანგბადის მატარებელი. ჟანგბადის ბალონები დამქონდა. და პირველად ისე ვემზადებოდი ოპერაცია მიდო და მენახა. და მე თქვი ახლა არ წავიქცე პირველი. და როგორც კი ის კანზე გაუსვენ და არ წავიქეცი, აღარ მქონია მის მერე მაგ შეგრძნება, რომ რაიმე თქვა შევწუხდები ანამე. არა, შემზადებული ვიყავი ოჯახიდანაც, სულ ამ თემებზე იყო ლაპარაკი ოჯახის ჩვენთან, რომ მშობია რომ ოპერაცია ეს ის და ამიტომ მომზადებული ვიყავი. სამაგეროთ მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას. არ დავასახელებ თქვენ კი იცით, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების PR მენეჯერი ვიყავი და პირველი ამ ლანცეტის გასმის მერე 2 დღე 2 თავი მქონდა, იმიტომ რომ წავიქეცი და ძალიან დიდი კოპი დამაჩნდა. არა, ხო. რა თქმა უნდა, ასეც ხდება ძალიან, თვით რო გაიჭრეს ადამიანი, მაშინ უწუხდება გული და ახლა მუცელზე გაჭრა. აი როგორია ის განცდა და ბედნიერება, როცა ბავშვი იბადება და მისი ხმა გესმის. უდიდეს. მე მაქვს ასეთი, ახლა რამდენად შეიძლება ტელევიზიაში ამის თქმა მე არ ვიცი, მაგრამ უწყინვალესი მომენტია რომ გამოდის თავი. და შენ რო უყურებ და აი თავის ნახევარი როა გამოსული მთლად არა, ნახევარი გამოსული ესე გადალახული აქვს და იცი რომ უკვე ის კარგად გამოვა. თავარია პირველი. ხო, ეს არის ისეთი შეგრძნება, რომ ამას ვერაფერი ვერ შეიძლება. აი იმაზე თუ ნერვიულობთ, ვიდრე ხმას ამოიღებს ბავშვი. არა, ხო, ბევრი ბავშვი რო დაიბადება, იმ წუთას ნაკლები აქვს და არა. გამოსვლის პროცესია ეხლა უხერხულია ტელევიზიაში და ამის გადაღება, თორემ აი ეს პროცესი, როდესაც ბავშვი ამას ქვია, გამოჭრა თავის. ჯერ შეჭრა თავის ნაყოფის, მერე გამოჭრა. აი გამოჭრის პერიოდი არის ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ყველაზე მოსაგონდრად ყველაზე ლამაზი სიტუაცია ბავშვის დაბადებისა. იგივე სარგანიცის საკეისრო ვითომ არაფერი. ამოვიდა. ყველაზე ლამაზი ბავშვი თუ გახსოვთ, ვინც თქვენი მიანობის ჩემთვის ყველა ლამაზია ისინი. თავარია ჯამთელი ამოვიდეს. ჯამთელი და ყველა ლამაზი. და იმე პათოლოგიასთან ქონიათ საქმე? უი, პათოლოგია. ყოფილა ასეთ შემთხვევა. როგორ არა, სიმახინჯა, ეხლა უკვე აღარ შეიძლება მაგსეთი რამე გაეპაროს ექიმს, ამდენი დიაგნოსტიკური საშუალებებია და ერთი 30 წლის წინ იყო რომ გამიკეთებიათ გინდა ოპერაცია, გინდა მშობიარობა და თქვა პათოლოგია ბავშვის რაიმე ყოფილიყო და კი იყო ასეთ შემთხვევები. აი ადრე თუ იყო ამდენი მზის შვილებს რომ ეძახიან ბავშვებს ქრომოსომებთან დაკავშირებული პრობლემებით რომ იბადებიან? არა, მაშინ უფრო სწორად არ ხდებოდა ამის დადგენა. თორემ მაშინაც იყო და ახლაც არის. მაშინ დადგენა. ეხლა უკვე არა, მაშინ უბრალოდ ფიზიკურად ქუჩაში ვერ ხედავდით ამდენ ასეთ ბავშვს, მოზარდს. ასე მგონია მე შეიძლება ვწდები და მაპატიეთ ამ ჩემ. რამდენი ბავშვები არის ახლა რო თქვა ლაპარაკი უჭის ანამეს ხო. ჩვენ მაშინ ვინ განიცი და ამავას არ განვისით, იმიტომ რომ გვეგონა რომ ეს იყო ფიზიოლოგიური და მოხდებოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ეხლა უკვე ისეა მოდებული რომ ყველაფერი ხო იცით გარემო, ყველაფერს მოქმედებს, აბარა ამდენი სხიური, ამდენი თუ ახლა ავიღოთ არა მაისის სურათებს ვნახულოდი მე მიყვარს ბაღი და ყვავილები და ეზოს სულული და არცეთი ვარდები, არცეთი კაშლი არ იყო ეზოში და შარშანდელი მქონდა გადაღებული. ამოვიღე 6 მაისის ზუსტად დღე 6-5 მაისის. მთელი ეზო გადაყვავილებულია. ბუნება და ყველაფერი შეცვლია და ადამიანი რო შეიცვალოს რა. ცივი გაზაფხული გვაქცევს და ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო, ხო. ესე იგი, როგორც ადამიანი ცვლის ამ ბუნებასა და თვითონაც იცვლება ადამიანიც. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურა. ხვალ არის გიორგობა, წინასწარ გილოცავთ. დედაჩემის დაბადების დღე. დედაჩემის დაბადების დღეა თან ხვალ დიდი მადლობა. ბედნიერებას გისურვებთ, რაც შეიძლება მეტი ბავშვის მშობიარობას დასწრებოდეთ, ყველანი ჯანმრთელები ყოფილიყვნენ და ქართველების გამრავლებას გისურვებთ, იმიტომ რომ ვიცი რომ ნამდვილად გულშემატკივარი ხართ ამ საკითხის. ძალიან. დიდი მადლობა და გემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდა ცნობილი გინეკოლოგი უმაღლესი კატეგორიის მიანი ბატონი ზურაბ მურღულია. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მადლობა რომ გიყურეთ, ნახვამდის.